დღეს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბაკურიანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მან დიდველზე აკვაპარკის მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი ნახა, ასევე გაეცნო კოხტაგორაზე საბაგირო გზის მშენებლობის პროცესს. საბაგიროს სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. რაც შეეხება აკვაპარკს, სავარაუდოდ მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება. ინვესტორმა გამოთქვა სურვილი აკვაპარკის, ფიტნეს ცენტრის და დასასვენებელი ცენტრის განვითარების. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, იმიტომ რომ ჩვენ მთის კურორტებს ძალიან ჭირდება სრიალის შემდგომი დასვენების ობიექტები და შესაბამისად ეს იქნება ისეთი ერთ-ერთი კარგი მიმართულება. წელს არ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, ვინაიდან უკვე ორ თვეში ბაკურიანში როგორც ვიცით ზამთრის პერიოდი დგება და ალბათ გაზაფხულიდან კოხტაგორაზე წელს უკვე უნდა დასრულდეს ახალი საბაგიროს მშენებლობა, მზად არის ინფრასტრუქტურა იმ დონეზე, რომ მოესწროს ზამთრის სეზონისთვის.